სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღე რჩება. უკრაინაში რუსეთის სამწლიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები ერ-რიადში ხვალ გაიმართება. ამერიკის სახელმწიფო მდივანი უკვე საუდის არაბეთში იმყოფება. მარკო რუბიოსთან ერთად ამერიკის დელეგაციის შემადგენლობაში ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და მისი წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი არიან. რაც შეეხება რუსულ დელეგაციას, მას ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი უხელმძღვანელებს. საერთაშორისო მედიის ცნობით მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან სერგეი ლავროვი, პუტინის თანაშემწე სერგეი უშაკოვი და საგარეო დაზვერვის შეფი სერგეი ნარიშკინი. ცნობილია ისიც, რომ საუდის არაბეთში უკრაინის დელეგაცია უკვე ჩავიდა, თუმცა დელეგაციის შემადგენლობაში არ არის ვოლოდიმირ ზელენსკი. ის მეუღლესთან ერთად აბუ-დაბიში იმყოფება. ამერიკის პრეზიდენტი კი ადასტურებს, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტიც მიიღებს. ჩვენ წინ მივიწევთ, ვცდილობთ მივაღწიოთ მშვიდობას და ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ. ეს არის ომი, რომელიც არასდროს არ უნდა დაწყებულიყო. ვფიქრობ, პუტინს ომის შეწყვეტა სურს, ეს დაბინახე მასთან სატელეფონო საუბრისას, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი იყო. მათ აქვთ დიდი სამხედრო მანქანა, მათ დაამარცხეს თავის დროზე ჰიტლერი და ნაპოლეონი. ისინი დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ, მაგრამ ვფიქრობ, პუტინს სურს ომის შეწყვეტა, რადგანაც თუ ომს გააგრძელებს, ეს ძალიან დიდი პრობლემა იქნება ჩვენთვის. ომის დასრულება ზელენსკისაც სურს. საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლები მიწვეულები არ არიან, რის გამოც ევროპელი ლიდერები შეშფოთებულები არიან. გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ევროპა ასეთ მოლაპარაკებას არ დაუშვებს. ოლაფ შოლცის თქმით, კონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპას მონაწილეობის უფლება აქვს. ევროპა არ დაუშვებს ასეთ სცენარს, რადგანაც ჩვენ გვაქვს ხმის უფლება კონტინენტის უსაფრთხოების საკითხზე. არ შეიძლება არსებობდეს უსაფრთხოების გარანტიები ევროპელების გარეშე, ან უკრაინელების აცილებით. როგორც ევროპელები ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ასევე არ მივცემთ არავის უფლებას დათანხმდეს, რომ უკრაინის დემილიტარიზაცია მოხდეს. თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი ევროპა საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს საგანგებო სამიტზე იწვევს. წინაპირობა კი ტრამპის წარმომადგენლის კიტ კელოგის განცხადება გახდა. კელოგის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში ამერიკა ევროპას არ ჩართავს. შეხვედრას ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიისა და დანიის ლიდერები დაესწრებიან. ასევე ნატოს გენერალური მდივანი და ევროკავშირის ხელმძღვანელობა. სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის გარეშე ევროპისთვის მიუღებელი უნდა იყოს და ევროკავშირის სახელმწიფო ამას ხელი უნდა შეუშალონ. ელ პაიზი ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა იუწყება, რომ უკრაინა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერული ზონა იქნება. მისი სუვერენიტეტი კი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება. ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების პარალელურად ფრონტის ხაზზე ვითარება კრიტიკულად მძიმეა. ბლუმბერგი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს, რომ უკრაინაში ცეცხლი აღდგომამდე შეწყდეს.